ადამიანი ადამიანად რომ ჩამოყალიბდეს, მას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობითი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ და ყველას მიმართ, რასთანაც მას შეხება აქვს და ვისთანაც შეხება აქვს. და ის უფლებები, რაც მას მიენიჭა, ის არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობა, ინსტრუმენტი, ესე რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ მან თავისი პასუხისმგებლობა, თავისი მოვალეობა სწორად შეასრულოს და ამის შესაძლებლობა ჰქონდეს. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ესე ვართ, რომ აი გონია რომ ახან რაღაცის უფლება გვაქვს და ეხლა ჩვენ რო დავაკვირდეთ აი ჩვენს ქვეყანაში, ვისაც მართლა რაღაცის უფლება აქვს რომ აკეთოს, იმ უფლებას იმისთვის იყენებს, რომ თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულოს, არ ხშირ შემთხვევაში ეს არ ხდება. პირიქით, რახან კაცს უფლება აქვს რაღაცისა, ცდილობს ყველანაირად, რომ საქმეს, საერთო საქმეს კი არ არგოს, არამედ და ეს უფლება მას მიენიჭა იმისთვის, რომ საერთო საქმეს არგოს. მარტო თავის პირადს კი არა, საერთო საქმეს უნდა მოახმაროს ეს თავისი უფლება. მაგრამ ახლა ადამიანი ღვთისგან რო არის განშორებული, შეიძლება ძალიან ფართოდაც იწერს პირჯვარს და დიდ კელაპარდასაც ანთებს, მაგაზე არ არის დამოკიდებული. ღმერთის მოსაუბრა მაგაზე არ არის დამოკიდებული, ამ ხელას ანთელს აანთებ და როგორ იმას იზამ. არამედ აი, როდესაც ღვთის წინაშე ის პასუხისმგებლობას გრძნობს, მოციქული პავლე ნახეთ რას ამბობს. ყველა საქმეო გულით აკეთეო. და ყველა საქმე ისე აკეთეო, როგორც ღმერთისაო და არა როგორც ადამიანისაო. და ეხლა ადამიანმა თუ იცის, რომ ეს რაღაცა საქმე აი ჩემი უფროსი სანამ მიყურებს, მოდი იმის დასანახად კარგად გავაკეთო, მაგრამ უფალი გეუბნება, რომ ეგ მაგისი კი არ არის, ეგ საქმე არის უფლისა. უფლისა არის ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მაშინა. ყველაფერი უფლისაა. და უფალმა დააყენა იქ ზოგი დირექტორად, ზოგი იმის მოადგილედ, ზოგი იმის თანაშემწედ. ხო და ყველაფერი საბოლოო ჯამში არის უფლისა. და ადამიანი თუ ეცდება და ქრისტიანის მსოფლმხედველობა ესეთია, რომ ყველაფერი რადგან უფლისაა და მეც უფალმა დამადგინა ამ საქმეს, ისე უნდა ვაკეთო, როგორც უფლის საქმე. და უნდა ვგრძნობდა ყოველთვის, რომ ღმერთი იმ ყველაფერს ხედავს და ის აუცილებლად ხედავს. და ის გამრუდებულად ნაკეთები საქმეები აუცილებლად გამოცხადდება ღვთის წინაშე. და არა მარტო ღვთის, არამედ ადამიანების წინაშეც. ვინც ის რამდენი დირექტორი შერწყება თავისი თანამშრომლების წინაშე, რამდენი მენეჯერი თუ რაც ქვია, ხელმძღვანელი, რამდენი შერწყება, არასწორად ნაკეთები რაღაცის. რამდენი თანამშრომელი შერწყება დირექტორის წინაშე. სამწუხაროდ ეს რეალობაა, ეს არ აცდება ადამიანს, თუ ის არ შეინანებს და არ გამოასწორებს. რამდენი ადამიანი შერწყება მეზობლის წინაშე, თუ ოჯახის წევრების წინაშე, თუ თავისი მშობლების, თუ შვილების, რაც ჩუმად და მრუდეთ აკეთა, ეს არ დაიმალება, არ არსებობს, ეს უფლის სიტყვებია. არა არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს. და არა არის საიდუმლო, რომელიც არ განცხადდეს, არ არსებობს. ადამიანი მალავს, შქმალავს, მაგრამ სად დამალავს, ვერსად ვერ დამალავს. იმიტომაც თავში ამითი დავიწყე, რომ რასაც ხვდები, რომ ვერ აკეთე კარგად, ის უნდა შეინანო აუცილებლად. თუ გინდა, რომ ეს ღმერთმა მოგიტევოს და დაიფაროს სხვების თვალთაგან, იმიტომ რომ ეს ღმერთის გულმოწყალება, რადგან შენ ნანობ ამის გამო. თუ არა და ვერავინ ვერ გაიმართლებს თავს და ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ ვიცოდ, იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანს მისცა სინდისი. სინდისი ხო ყველას აქვს. სინდისი ყველას აქვს, ღვთისგან მიცემული. მაგრამ ზოგს გალესილი და ზოგსაც ძალიან ბლაგვი. როდესაც ადამიანი ერთ ცოდვას მოერიდება ღვთის გულისათვის, მისი სინდისი კიდევ უფრო მეტად ბასრი ხდება. როდესაც ერთხელ არ მოერიდები, იცი რომ ვერ აკეთებ კარგა, მაგრამ მაინც ეგრე გააკეთებ, ორჯერ, სამჯერ, მერე შენი სინდისი ბლაგდება.
და დიდი წოდების გამოც კი შეიძლება აღარ გიჩქულდოს, ვეღარ და აღარ გამხილოს, ვეღარ იგებდე ამას. მაგრამ საბოლოო ჯამში სინდისი არ კვდება. და ღვთის წინაშე რომ წავდგებით, აი იქ სწორედ იქ გამოჩნდება ყველაფერი. რის გამოც სინდისი გამხელდა და ჩვენ მას არ უსმენთ. იმიტომაც უფალი გვეუბნება სახარებაში, რომ სანამ გზაზე დგახარ მასთან ერთად და სასამართლოში მიდიხარ, გზაშივე შეურიგდი. თან ახლა ეს სასამართლოში რომ მიდიხარ, იცი რომ აი აქედან დავუშვათ გორში, რომ მიდიხარ აქედან სადღაც 7 წუთის სავალია სიტყვაზე. სადღაც 1 საათის სავალია. მაგრამ აი აქ რაზეც არის ლაპარაკი, იქ არ იცი რამდენი ხნის სავალი. 1 წამში დადგება ეს თუ 10 წელიწადში თუ 60 წელიწადში ეს არ იცი. ამიტომ ამის გადადება არ შეიძლება რომ მე შეურიგდები. აი მოდი მე დღეს გავაფუჭებ რაღაცას და მოდი მე შეურიგდები, მე კეთილსინდისიერად მოვიქცევ. მოდი ამ ერთხელღა ესე რაც არის ეგარი და მე. ხო და უცბად რო აღმოჩნდე სასამართლოს წინაშე მაშინ რას იცი? მაშინ უკვე ვეღარაფერს ვეღარ იცი. ეგ იქნება დაგვიანებული სინამდვილე. ამიტომაც სინდისთან შერიგების გადადება არც ერთი წამით არ შეიძლება. ანდა რო დაფიქრდეს კაცი დამძიმებულ სინდისს, ესე იგი ხო, დამძიმებული სინდისი ხო ადამიანს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ რაიმეთი გაიხაროს. ვერ ხარობს, აი კაცს რო შეეკითხო, ბედნიერი ხარ თუ არა, არ არის ბედნიერი. ან თავის თავს უნდა კითხოს, მე ახლა ბედნიერი ვარ ამ ცოდვას რო ჩავდივარ რაღაცა ასე, როგორც ვარ, ბედნიერი ვარ. თუ ადამიანს სინდისი სუფთად არ აქვს და მშვიდად არ აქვს, შეუძლებელია რომ ის ბედნიერი იყოს, რასაც ბედნიერება ქვია. ამიტომაც არაფრის გამო არ ღირს სინდისის დამძიმება. არანაირი მატერიალურის გამო არ ღირს რაღაც სინდისის დამძიმება. ჯობია პატიოსნა და კეთილსინდისიერად აკეთო. ცოტა გექნება, მაგრამ ეს ცოტა ტკბილი იქნება, დამშვიდებული სინდისი იქნება და გემრიელი იქნება. თუ არა შეიძლება ბევრიც გქონდეს, მაგრამ უგემური. ამერ ჯობია, ცოტა ჯობია და გემრიელი.